ზარეულ ფინალია დღეს, ხო და რას ფიქრობ? ოღონდ არ დამიწყო შენ ჭირიმე შენ რო იცი რეალურად მითხარი რას ფიქრობ? ნაფიქრი მაქვს უკვე მაგაზე და მოვიფიქრე რაღაც ბილეთი უნდა დავწერო ასეთი. მიდი. იტალიის 5-ზე მეტი ჯარიმა. ესპანეთის 10-ზე მეტი კარში დარტყმა და მინაშვილის 20-ზე მეტი ასე შეიძლება იქნება 20-ზე მეტი. 20-ზე მეტი. კარგი. კიდე? კიდე მინდა რომ 10-ზე მეტი კუთხური წამოვიდეს. ბიჭო, კუთხური კი არ უნდა წამოვიდეს. კუთხური უნდა წამევიდეს. წამევიდეს, რატო უნდა წამევიდეს? იმიტომ რომ კუთხურია. კუთხური, კუთხური უნდა წამევიდეს. ანუ 10-ზე მეტი წამევა? წამევა, ხო. ჩაწერე? წამევა. ჩაწერე, გადააბი ეგ. ხო, გადააბი, მიდი. პირველ გოლს ვინ გაიტანს? პირველ გოლს გაიტანს ბალოტელი. რატო ვითომ ბალოტელი? აი, ნახევარფინალში ხო გაიტანა? მერე? თან რაღაცნაირი კაი ტიპია რა. გემოვნებიანით მათ მაგრად აქვს. ვარცხნილობა ძალიან მოწონს. რა მოგწონს? როგორ აქვს? როგორ და ასე. ცუდია? შენც მოგიხდება ესე. ხო. შენ იცი ბალოტელის რას ეძახიან იქა იტალიაში? არა. ნერო მზარეულა. რას ნიშნავს? შავი მზარეულა. აი ამას ნიშნავს. კარგი. 10 ლარს მოგცემ ხა მე შენ და წადი და ეს ყველაფერი გადააბი და დადე როგორც მოვილაპარაკეთ. 10 ლარს? რამდენჯერაც 10 ლარი დავდე წავაგეთ, უნდა ხა 100 მომეცი. და მოვიგებთ? კარგი, ოღონდ ის მინაშვილის არ გვინდა ძალიან. აჰა. მიდი, დადე 100 ლარი. 100 ლარი არა, 20 ლარიც ეყოფა მგონი. 20 ლარს დავდებ. Vegasში გათენდა ზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწმაც ამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგელს იკავებ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბათონებო და ბათონებო მოგლეთ, მთავრდება ევრო 2012 ფინალია დღეს, არავინ იცის გამარჯვებული ვინ იქნება, იტალია თუ ესპანეთი, თუმცა რამდენიმე დასკვნის გაკეთება ნამდვილად შეიძლება ამ ევროპის ჩემპიონატიდან. მე მაგალითად ორი დასკვნა გამოვიტანე და მოგახსენებთ ახლა. პირველი დასკვნა, რომ უკრაინელი ქალების სილამაზე ჰოლანდიელი ფეხბურთელებიც იმასქნა. ახლა როგორ არის იცით მე უფრო შესაფერისი სიტყვაც მაქვს ამისთვის, მაგრამ 12 საათამდე არ შეიძლება უგამართლდეს და ამიტომ იმასქნა. და მეორე დასკვნა, მაზოხიზმის ფორმებს დაემატა კიდევ ერთი ფორმა, ინგლისის ნაკრების გულშემატკივრობა. დიდი მადლობა. გახურდა ძვირფასო მეგობრებო, წინა საარჩევნო კამპანიაც ბიძინა ივანიშვილს დაუყადაღეს კომპანიები აგროსერვისი და ინტერინვესტი, რაზეც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი მადლობა კაცო, სულ არ მახსოვდა, რომ ეს კომპანიები ჩემი იყო. ნაციონალები და ქართული ოცნება ისე დღეში არიან ხალხო, რომ შეიძლება ქრისტიან დემოკრატებს პარლამენტში ადგილები არ შეხვდეთ და თუ ეს ასე მოხდება, გიორგი, მეორე გიორგი, მაგდა, ინგა, ხომ იცით რომ ტელეიმედის კარი თქვენთვის ყოველთვის ღია.
არჩევნების პერიოდში ყველა საკაბელო ტელევიზია იძულებული იქნება აჩვენოს აბსოლუტურად ყველა არხი. უნდა ჩართოს და ყველას გვექნება საშუალება ვიხილოთ აბსოლუტურად ყველა არხი. მე უკვე წარმომიდგენია არხები როგორ მოგვაწოდებენ exit poll-ებს. აი მაგალითად რუსთავი 2 იტყვის რომ 45% მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო 15% მიიღო ქართულმა ოცნებამ. მეცხრე არხი იტყვის რომ 80% მიიღო ქართულმა ოცნებამ, ხოლო 5% მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. ახლა რას იტყვის GMG საბავშვო? GMG საბავშვო დაიწყება ასე: ძვირფასო ბავშვებო. 9-ს აქეთ და 9-ს აქეთ. ერთ პატარა სამეფოში ჩატარდა არჩევნები 5 კუნჯულას და სოვდაგარ შორის. თუ ვის შეხვდებოდა კანფეტები, ნაყინები და შოკოლადები. ჩატარდა ეს არჩევნები და ჩიტის მოტანილი ამბებით გაირკვა, რომ სოვდაგარ შეხვდა კანფეტები და შოკოლადები, ხოლო 5 კუნჯულას შეხვდა ნაყინი. რაც შეეხება სალამურას, ის ისევ ხახამშრალი დარჩა და ამჯერადაც ამას სტრასბურგში გააპროტესტა. ეს რაც შეეხება პატარებს, რაც შეეხება დიდებს, ანუ ვახსენეთ უკვე რომ ყველა არხი უნდა ჩაირთოს და მე მინდა ჩემს დიდებს მივმართო ახლა პირდაპირ. რომ მეუბნებით ქალბატონო რომ ვერ წავალ სოფელში იქ აკუბარდიას არ იჭერსო, დაიჭერს აგერ აგვისტოდან და 2 თვე შეგიძლიათ სოფელში გაატაროთ. დაამთავრდა მემარჯვენეების კარდაკარი. დაიწყო მეგრე ქართული ოცნების კარდაკარი და თურმე მესამეებიც ყოფილან. იმ დღეს მე მომადგენ ზარი დავრეკე, გავაღე კარი, დგას ქალი და გინდათ ჭეშმარიტ ღმერთზე გესაუბროთ. ყველაზე მთავარი ამბავი პანამამ საქართველოს მოქალაქეებზე უვიზო შესვლა დააწესა, მეგობრებო. ანუ ყველას შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს უვიზოდ შევიდეს პანამაში. აი, ვინც არ იცით ხალხო რა წყალში გადავარდეთ, შეგიძლიათ გაფრინდეთ პანამაში, დადგეთ იქ არხთან და იქვე გადაწყვიტოთ, გადავარდეთ წყნარ ოკეანეში თუ გადავარდეთ ატლანტიკაში. ისე არხში ჩახტომაც შეიძლება შერეული წყალია იქ. კარგი. ესე იგი, ხო, ეროვნული გამოცდები, თან ბოლო ეროვნული გამოცდებია, როგორც მე ვიცი, ამიერიდან სკოლის გამოცდები იქნება, მისაღები გამოცდები და მე მაინტერესებს რა ხდება ამ ეროვნულ გამოცდებზე, როგორ არიან მზად აბიტურიენტები, იმიტომ რომ მეც ვიყავი აბიტურიენტი, თქვენც იყავით აბიტურიენტები. ყველას გულშემატკივრობ, მივავლინე ასევე ყოფილი აბიტურიენტი, შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ჩაგვერთვება ახლა ეროვნული გამოცდებიდან. გუჯა, როგორ ჩაიარა დღევანდელმა გამოცდამ, გუჯა? ხო და თვითონ რა ენაღლება დადგება იმ სიგრილეში, მე კიდე გამომიშვა ამ სიცხეში ამეხადა თავი. თა რო კითხო ძალიან მაგარი შოუმენია, აი. გუჯა. ხო, გისმენ ოთარ გამოცდებმა კარგად ჩაიარა, ოთარ დაახლოებით 5000 აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ არ შეატანეს ჩანთები, მობილურები, საათები, გლისქონი, გველისევა, ენა, ყვავის ფრთა და უბრალოდ შეატანეს 9 ჭის წყალი, ოთარ. 9 ჭის წყალი რა არის, გუჯა? 9 ჭიდან აგროვებენ წყალს, ერთმანეთში ურევენ და იმას რო დავე, მაშინ თვალწინ წარმოგიდგება ქალთა სახეები ვეფხის ტყავსანში, ოთარ. კარგი. მე როგორც ვიცი, მონიტორიც იდგა გარეთ, ხო? დიდი მონიტორი რო ხალხი. დიახ, ოთარ იდგა, ხალხი უყურებდა, მაგრამ კამერა შორიდან იღებდა და კარგად არ ჩანდა. ერთი კაცი იძახდა, რომ მიედრო ეს ჩემი შვილია, მე მეორე იძახდა, როგორ გეკეთება, ჩემი შვილი არის ესო. პირველად თქვა, არა, ჩემი შვილია. მე მეორემ თავისოლს დავზახა, მოდი აქ ვისგან ყავს მეორე ბიჭო, ძლივს გააშველოს ოთარ. აჰა. ესე იგი, ანუ შვიდად ჩაიარა ყველაფერმა და ხალხი წავიდა სახლში, ხო? დიახ, ოთარ, ყველამ ჩააბარა, ოღონდ ყველა არ წასულა სახლში. აი ეს ახალგაზრდა აბიტურიენტი იყო, ჩააბარა უკვე გამოცდები, მაგრამ თავის სახელს და გვარს ვერ ასახელებს, ოთარ. არც მის ამართის და თუ იმას გეცნობათ, იქნებ მოაკითხოთ. კარგი, ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გუჯა. ჩვენ კი გაგიგვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირ სპასალარის.
ამ რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიეთ ავთანდილ ცქვიტინიძე. დიდი მადლობა ავთო მოსვლისთვის. პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხო, რა გავაკეთო? არაფერი. არა. შვიდაც ყნარად დაჭირთ ვისაუბროთ. შენ ხალხმა გაგიცნო სერიალიდან შუა ქალაქში. ხო, ანუ გუჯას როლს რო ასრულებდი, გახსოვთ ალბათ, გუჯას როლი, ვინც უყურებდით ამ სერიალს და მე არ მეგულება ვინმე ვინც არ უყურებდა და არ უყურებს. ძნელია ეს მსახიობობა. ძალიან ძნელია, ხო? ძალიან ძნელია და მე სხვათა შორის სხვადასხვა სერიალებშიც მიმიწვიეს, ისე მოეწონათ. ანუ ეს იყო შენთვის ტრამპლინი იყო. კი, სერიოზული ტრამპლინი იყო და შემდეგი რა იყო თუ ევა ლუნა? ნუ არა, თქვენი არ არა, ლუნა არა. არა, ევა ლუნა არა. გოგონა გარეუბნიდან, კი, მაგრამ ის ავთანდილს ვასრულებდი. იქ უკვე შენი თავი იყავი, ხო? არა, თან რთულია ისე დიდ ხალხთან ახლა როგორც არიან ოთარ ტატიშვილი და ასე არ ჩამოვა. ძალიან რთული. თქვენ გაგიჭირდათ ალბათ ჩემთან. ერთი ეს მითხარი. რა თქმა უნდა. მე პირველად რო დავინახე ცოცხალი ავთანდილი, რა ვიცი, აი, არ ვიცი რა დამემართა. ყველას ასე ემართება ჩემი. შენ გეცოდინება. კაცო, ამ ძველ მსახიობებს არ დააბრუნებენ. ხო დააბრუნეს სხვა არ ხსევთ. აჰა. ესე იგი მე ვარ დროში და განზომილებაში დაკარგული. კი. ო, დროში დაკარგულებიც ხო არის, თია, შენ უყურებ ხოლმე ამ სერიალებს. დროში დაკარგულებიც ხო არის სერიალი, ხო? ჩემზე ყოფილა გადაღებული, ძალიან კარგი, ნუ მეპასუხები ხალხში, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, განვაგრძოთ ეს ავთანდილთან საუბარი. ყველან ძალიან მაინტერესებს აი შემოდგომა ზამთარი რა იქნება, რა ფერები იქნება მოდაში. და შერაში გაინტერესებს. კარგი იყო, რა ვიცი, დამაბარა, მეუღლემ დამაბარა. მეუღლემ? გაწყობს ასე? მაწყობს, კაი. კი ბატონო, რა დავხარჯები მეუღლისთვის, ესე იგი. ანუ გეზარებოდა. აშკარად მოყოლ ეზარებოდა. რა ხასიათზე არის ეს დღეს სტუმრები გავგრძელდა. კარგი, მითხარი რა, მართლა გვაინტერესებს. შემოდგომა ზამთარი? ხო, შემოდგომაზე. თუნდაც შემოდგომა თქვი მარტო თუ გინდა, რა ვიცი. აი იქითკენ მაინტერესებს. შემოდგომა ზამთარი გამოირჩევა ძალიან ჭრელი ფერებით, არის შავი აბნისფერის და შავის სინთეზი, საკმაოდ რთული ფერთა შეხამება, არც ისე საინტერესო, თუ აყვებით, ცოტა სასაცილოდ იქნებით. შაბიამანი შავთან ერთად, ესე იგი არც ნაციონალები, არც ქართული ოცნება. არა. ანუ ხალხო რომელიმე პარტიას თუ გაქვთ შაბიამნისფერი დროშა შავთან ერთად და გაიმარჯვებთ, არ დაგავიწყდეთ, ვინი წინასწარ მეტყველა თქვენი გამარჯვება. ეს იყო ავთანდილ ცხვიტინიძე, მართლა ძალიან საინტერესოა. კარგი, ბევრი რაღაცა ახალი ხდება შენ ცხოვრებაში. კი, ბევრი. იქ ლონდონიო, იქ კიდე რაღაცა. პარიზი, რაღაცაა, ბიჭო, პარიზი. რაღაცა ნამდვილად არ არის ხო? შენ მართლა დაკარგულ ხარ დროში და სივრცეში და ყველაფერში დაკარგულ ხარ. კარგი, კიდე რა მარტო შენ გადაცემას უყურებ? არა, მარტო შენ გადაცემას არ უყურებ. შენს გიყურებ ხოლმე გოგონა გარეუბანში როცა ხარ. მითხარი, რა ხდება ახალს, რას გეგმო? გეგმები ბევრია, ასრულებადი, ზოგი ისე, წინასწარ მეტყველობის ამბავშიც არის. ისევე არის ლონდონი, პარიზი, ეხა იტალიასაც გეგმავთ, უბრალოდ დავგეგმეთ უკვე, გადავდივართ ახალ შენობაში. პირველად გვექნება ესეთი სახლი ავთანდილისგან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად კეთდება და სექტემბერში იქნება პრეზენტაცია. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო. მედია მეც დამპატიჟებ. მე თუ არა, ჩემი მეუღლე მოვა. შენ მეუღლე დავპატიჟებთ? იმიტომ რომ მე როგორც ჩემ თქვი, მარტო ჩემ გადაცემას უყურებ. ხო, ძირითადად რემონტებში ვარ და ძირითადად სიახლეები ეგ არის, რომ აი როგორ ისხმევა იატაკი, როგორ იგება და ასე შემდეგ, ამის ძიებებში ვართ ძირითადად. თუ გინდა ერთ რაღაცას მოგიყვები. კი ბატონო. მე თუ არა ამოჭერით რა. ხო პირდაპირ არ არის, ვერ ხაჩავთ პირდაპირ.
ნუ მოკლედ ეხა ეს შენობა არის ჩემი ოცნების და ყველაფერი მინდა ისე იყოს და ისეთ იდეალური, ნუ მე რომ მინდა რა. და ნუ პარიზში ნახე ეს დასხმული ატაკი თავისი კიბეთიდან ძალიან მოვიხიბლე, ჩამოვედი აქ, ვეძებდი ამ სპეციალისტებს, აი ყველგან ვეძებდი, ზოგში ფასი არ მაწყობდა, ზოგში რა, ნუ აი არ ვიცი. საბოლოო ჯამში აღმოვაჩინეთ ეს ტიპი, რომელმაც მითხრა, რომ კი ბატონო, მეო ვაგებ. მანახე მე ვთხარ ნიმუში თქო. და ნუ ეხა იატაკი როგორ მოგიტანო ხო და ინგოროყას კლინიკაში არისო, დასხმულიო, მესამე, მეოთხე, მეხუთე სართულზეო. ხო და ნუ ძალიან მინდა მართლა რომ ნახო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ არსად არ არის და ნუ სადაც დაგებული არ მომეწონა და იყო იაფიანი ისინი რა ქვია მდგომარეობა, სადაც ფეხს რო აჭერდი აჩდებოდა და ნუ მთელი ამბავი. წავედი, მეოთხე წავიდეთ ეხა ამ ახალ კლინიკაში, თქო, არამიანცის საავადმყოფოს, ნუ რაღაც ახალი ვარიანტია და ვიცი, მუშაობ. შევედი, ხო, შენ გეცოდინება, შენ თემას შევეხე ანუ. შევედი და ძალიან ბევრი ხალხია, ეხა იქ რიგია, ზოგი ავადმყოფს ელოდება, ზოგი რას და მივედი ეხა დაცვასთან და ზოგი რას ავადმყოფის მეტი იქ რას უნდა დაელოდა. ხო და აი მე ვარ ის შემთხვევა, რომ სხვა რაღაცაზე ვარ მისული. გასაგებია, ზოგს მოაბრალებ ძალიან თქო, ზოგს მოაბრალებ. შენ თქვი რომ მე არ შევედი დაცვასთან და მეუბნები რომ იცით რა არის მეთქი, მესამე, მეოთხე, მეხუთე სართული მაინტერესებს მეთქი, ხო და ვერ დაიბნა ხო და რა გაინტერესებს თქო, მეთქი მე მეთქი იატაკის სანახავად ვარ მოსული ხო და ვის სანახავად ხარო? ვისი არა მეთქი იატაკის სანახავად ვარ მეთქი მოსული თქო და ნუ ძალიან მაინტერესებს მესამე, მეოთხე სართული და მეხუთეს, იცი რა არის, მეხუთეო რეანიმაციაა. მაგრამ ნუ აგიყვანო. ნუ ეს ხალხი აბუნდდა, იმიტომ რომ შემიყვანეს ურიგო და ყველაფერი ჩაწყობითა საქართველოში და ნუ მთელი ამბავი და რაღაც ავედი. ხო და რო ავედი თან ხო, ავდი ეს დაცვა ძალიან გაკვირვებულია ხო და ვამოწვევ ეხა მომეწონა, ანუ ვიზუალი მომეწონა, გადაბმები მომეწონა და ესე ვდგევარ და ესე ფეხით შევი, რა, აჩდება თუ არ აჩდება და კუთხეებს ესე ვამოწვევ, რა ხდება და გამოდის ორი ექიმი ესე მიცი მოყავთ ავადმყოფი. ეს ხო და ჯახა მეორეც. ხომ და ხედავს წვიტინიძე ზითა იატაკს ფეხებით ეს დაცვაცა ესე აი არ მიმყვება, შეულებია დამოწეს. ესო აქო რას საკეთებსო და რა ვიციო იატაკს ამოწმებს. მეოთხე ცრან მესამე სართულიც მაჩვენეთ მეთქი რა და იქ სხვა გადაბმები იქნება ალბათ მეთქი და კაი თქო ამიყვანეს მართლაც იქ სხვა გადაბმები იყო და ნუ უკვე მოვიპოვე ესე რა ქვია ავტორიტეტი რა ანუ ეხლა თემასთან ვარ მისული და ამო რა იქ ვთხოვ და რეანიმაციაში შეგიყვარობით ხო და არა მეთქი მადლობა დიდი მადლობა ამ ორმა სართულმაც რეანიმაციაშიც არ კი და დამაკმაყოფილა და მოკლედ ჩემი ოცნების იატაკი დღესდღეობით მაქვს სამსახურში სხვათა შორის დამირეკა მე და სულ მიკვირდა რატომ ეკითხება ეს კაცი თქო დამირეკა გოჩა ინგოროყვა ამ კლინიკის ხელმძღვანელმა და ოთარო რას ფიქრობ ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა მინდაო და სულ ფიქრობდი კაცო რაში თურმე ეხა ავთო მისულა იქ და ეხლა მესმის თქვენი ბატონო გოჩა რატო გინდათ ფსიქიატრიული განყოფილება ხო თან თავის ფეხით მიდია კი თან ბევრი მეგობარი მყავს ასეთი ბევრი ძალიან ბევრს მოგიყვანთ ყველას თავისი აინტერესებს კლინიკაში ზოგს იატაკი ზოგს ჭერი და ზოგი შეიძლება პარაშუტით გადმოხდეს მე კარგი დღეს ფინალია შენ ფეხბურთთან როგორ ხარ კარგად ძალიან ესპანეთი იტალია შენი პროგნოზი იტალია ანუ შენ ზოგადად იტალიელი ხარ თუ ამ ფინალში იტალიას გულშემატკივარი? არა, ამ ფინალში გულშემატკივარი შეგიძლიათ დადოთ. ვიცი რომ გაიმარჯვებს. ისე ვისი გულშემატკივარი ხარ? ისე რა, ჩემი შვილის. აჰა. კარგი პასუხი იყო. მე მაინც ველოდებოდი რაღაც გუნდზე გეკითხებოდი უფრო, მაგრამ ეს პასუხი ჯობია. კარგი. აი ნახე, მოდი ხა ცოტა ვისაუბროთ ჩემ პროფესიაზე. იტალიის ნაკრებს აწვია საქართველოში შეკერილი ფორმები. ხო, საქართველოში შეკერილი ფორმები. ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ ხალხო, რომ ქართული საქართველოში შეკერილი ფორმები გავიდა ფინალში. ერთი იმ დღეს მომასწრო, როცა ამ ფორმას ფეხბურთელიც გაყვება. ქართველი ფეხბურთელი.
აი ასე მარტო იტალიელებით არ გავიხარეთ. შენ იტალიის ნაკრების ფორმა არ გინახავს, როგორ არ გინახავს? კი, მინახავს. აი რამე დეტალს, რამე შტრიხს ხო არ დაამატებდი? არა, დასრულებულია, კი, ხელმოწერილია. არაჩვეულებრივი ფორმა. იმიტომაც გავიდან ფინალში. ხო? კი, რა თქმა უნდა. კარგი. მე დავიწყე დიზაინერობა. კაი, დავანებოთ თავი ყველაფერს. აი ხა მე პირველად ვამბობ, რომ დავიწყე დიზაინერობა და კერვა. კი. და რამდენიმე ცნობილ ადამიანს აცვია უკვე ჩემი შეკერილი ტანსაცმელი. ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა ხა მე განახებ მონიტორზე, გადავუღე ფოტოები და თითოეული რო შემიფასო, შეიძლება? მე აბა დავიწყოთ. პირველი. ეს რა დაგმართია? ვინ არის? ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოდელი რა. გრემი ქვია, უკან აწერიან. კარგად დაგისვია, მკერთან ცოტა აქცენტები გაქვს. ხო, ვერ გინერვიულია მკერთან. გინერვიულია. ეს გვერდის ცხიმები რო დაგეფარა, კაი იქნებოდა, მაგრამ გადაგითხოვ. დავფარე ავტო, მაგრამ წამოვიდა წინ ეს მაინც. მიხდი, ანუ ვერ შევკარი სწორად უკან. კაი, არა უშავს, დამწყებისთვის კაია. კარგი, შემდეგი ვნახოთ. აი აქ დავმალე ცხიმები, ხედავ, როგორ შევძელი? ყველანაირად. როგორია? ფერების შეხამება არის ზუსტად შემოდგომა ზამთრის, უკვე შენს გწოდნია ეს ამბები. ზამთარში რო ამითი და მე რას მალაპარაკებდი, ვერ გავიგე. დაახლოებით ეს არის მოდაში. დაახლოებით ეს. ამას გიყვებოდი. ამას მიყვებოდი. ანუ მე დაგასწარი შენ. ესე გამოდის. ცალ-ცალკე ეს ტელევიზიაში ხარ და უფრო მალე მოგდის ინფორმაცია. და ქვემოთ რამეს ხوار შეიტანდი რამე ცნებას. რა ვიცი, კაბას კი ჩავაცმევდი საქმე. ანუ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ, რომ არის ავთანდილის ანდერძი, რო? აბა ჩავაცვათ ასე. კარგი, შემდეგი ვნახოთ. არის რაღაც ამ ზოლებში. საინტერესო. მაინც პროპორციულად არის განაწილებული. ისე არის ეს საიდან ავიღე 10 წლის წინ ვნახე დაახლოებით ამდაგვარი პიჯაკი. მოდა ხო 10 წელიწადში ბრუნდება პუტინივით არის ხო და ხო აი როგორი სხვა ფერები იყო და შენ რა სიტყვი ან დავტოვოთ ეს იმიტომ რომ მაინც შეხვედრებზე დადის ეს კაცი ხამ ხალხ ხდება რაღაც იცი რა ამოვაგდო რა ამოვაგდო ჩაცმულობა თუ ზოგადად ეს მოდელი ჩაცმულობა მოდელი და კარგი შემდეგი ვნახოთ აქ მინდოდა მაჩვი მაგრამ ძალიან დიდი ქონდა ეს მაჩვი ჩემი ბასისტია ჩვენი ბენდის შარვალი აკვდება ზუსტად რომ ასე უნდა იაროს ამან. ან შეიძლება ითქვას რომ ესეც ვერ გავთვალეთ, ხო? რაღაცნაირად. არა, იცი რა არის? მუშაობა გინდა. მე? კი. რა ვქნა შენ მოგმართო თუ მაინც ბიჭობას მირჩევდი? ხო, მაკეთკენ წადი. გვაქვს კიდევ ერთი თვალა. კარგად წასულხარ. აქ თეა მინდოდა დანელია, მაგრამ გაჭერი არ იყო და. მაგრამ აი რა სიტყვი რამე ხო არ დამემალა ავთო მაინც ა? როგორ ფიქრობ? გამოგივიდა რა, რაღაცა ჩავარდნები გაქვს იქ მამაკაცების ხაზი, ჯობია არ გააკეთო. ხო. და ქალები შეგიძლია გააკეთო. ქალები შეიძლება გავაკეთო. მოკლედ, ავთო, დიდი მადლობა მინდა გითხრა. всё, დავამთავრე? კი, დავამთავრე. მოდის ტენდენციები ესე მალე ამოწურე შენ? მე ხო და შენ თუ მეტყვი რამეს, აი ჩემ ჩაცმულობაზე, კი ბატონო. კი ბატონო, აი რა შეცვლიდი. კი ბატონო. თუ გინდა მუსიკა დაუკარით, გამოვალ.
კეთყვი. დიახ. დარჩი ნორჩი. დარჩი ნორჩი. კარგი, დიდი მადლობა ავთო. დიდი მადლობა არაჩვეულებრივი რუბრიკაში. ავთანდი იყო სპასპეტი ძეამირ სპასალარისა, სტუმრად ყავდა ავთანდი თვითინიძე. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, ჯერ არასდროს ასე ახლოს არ ყოფილვართ ნატოსთან. ახლა კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. რუბრიკის სტუმარია ნატო გელაშვილი. ასე ახლოს ნატოსთან ჯერ არ ყოფილვართ. აი ამასაც მოვესწარეთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. წყალი გვაქვს ჭიქით, შეგიძლიათ. რატო ისეთ რამეს მიმზადებო წყალი დამჭირდება? არა, რა ვიცი, უყვარსო წყალიო და თუ ის ესეც შენი იყოს, ნახე. ხო, რაღაცა ეთქვა ისეთი მიმზადდება, რომ არაფერი არ გიმზადდება. მოსასულიერად. არა, შენ მაღაზია არ იდერულო, უბრალოდ უყვარს წყალიო, ამშვიდებსო, მართალია რომ წყალი გამშვიდებს. კი, რა თქმა უნდა, წყალი და ბუნება და წყალი და ბუნება. იმედია წყალი გრაფიკით არ აგაკ და გრაფიკით მშვიდად არ ახარ, ხო? ანუ სულ გაქვს წყალი და სულ მშვიდად ხარ, ხო? სულ მშვიდად. ეს რა იყო ხა? უშენ ჩაქრი შენ. გამოფხიზდი მე მაგით. ხო, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ ამ ახალ პროექტზე და მოკლედ სიმღერები და ჟიურის წევრი და აბა როგორ გინდა პოპულარობა ძნელია გენაცვლე. მე პოპულარული რო ვიყო საავადმყოფოებში დაურბიავიო პაციენტებს ვიკვლევ, აბა. როგორ გონია ასე ერთ ადგილას დავჯდარი არ გამოდის? არ მოაქვს პოპულარობა ერთ ადგილს. კარგი, მე რა მაინტერესებს, იცი? წესით აი მეუღლე სახში ნასვამი რომ მოდის, შენ არ უნდა ბრაზდებოდე. ხო, არ უნდა ეჩხუბებოდე. აი რა უნდა ეხლა? არა, მაინტერესებს. ჩი ყველაფერი უნდა გითხრათ, რომ ეს ის გამოსაკითხი ოთახია, ხა? სიტუაცია წარმოვიდგინე უბრალოდ. არა, არ ბრაზდები, გააჩნია ხა თუ თავისი ფეხით მოდის არ ბრაზდები და თუ დაუშვათ არის შემთხვევა რომ მოიტანე, ნუ მაშინ ხა ასე რომ ზის და ნატო რო წერს ესე გვინო არის ნეტარება. დეგ რამდენი წლის ასაკში მაქვს ერთი კითხე. მაგრამ ახლა ხო შენი სიმღერა ხო? არა, მაშინ არ ვცვავდი და არც ვიცოდი რა იყო საერთოდ. შემოიტანეს მეუღლე, გადადიხარ ლანძღვაზე უცებ გვინო არის შენ დალიე ცეცხლი. არა, დალიე თუ კი გერგება. დალიე თუ კი გერგება. მეორე სიმღერაც არის ეგეთი და ქვია, ანუ თუ არ გერგება არ უნდა დალიო და ნუ ვისაც ერგება უნდა დალიო. შენ მე ვიცი რომ ეს ჩემ მეუღლეს ერგება. პასუხი ხო ეგ გინდოდა? კი, რა თქმა უნდა. ან ეგ მინდოდა, ან არ ერგება მინდოდა და იმაზე კიდე სხვა რამეს შეგეკითხებოდა ასე. არა. კარგია რომ ასე გვერგება ყოველთვის ნორმალურ მამაკაცებს სასმელი, რასაც ვერ ვიტყვი ბენდის ერთ-ერთ წევრზე. კარგი. დავალევთ ამას თავი. გამგებმა გაიგო. იმედი მაქვს ძალიან კარგი. ნუ დაკონკრეტდები. ნუ დაკონკრეტდები. კარგი, შენზე ამბობენ ესპანეთი უყვარსო, მართალია? ამ ინფორმაციას ადაგროვებ. მე ალიაში ცოტა შეშინებული ვზივარ, რაღაცა ისეთი კიდე რამე ისეთი მძიმე კითხები. ესპანეთი უყვარსო. ესპანეთი მიყვარს. ესპანელებიც მიყვარს, ესპანეთიც მიყვარს. ძალიან დაგღალეს შენ იმ პროექტზე, იცი? შემატყე ხო? კი, იმიტომ რომ ასე არასდროს არ მეჭხუბები ხოლმე და დღეს რაღაცა ვერაფერი შენი მოსაწონი ვერ. შენ დღეს დილი დავჭხუბობ და ეხლა რაღაცა ვიცი, ჩემი შვილები დაწყმარდებია, რომ აი იქაც იჭხუბა, იმიტომ რომ მგონია რომ მარტო იქ ამომაკ. მეც მეჭხუბება, ხალხო, ხო ხედავთ, რაც მოვიდა, სულ მეჭხუბება. ესპანეთი მიყვარს. ესპანეთი გიყვარს. ფინალია დღეს ეხლა იტალია ესპანეთი და როგორ არ ვახსენებ. ესპანეთი მოიგებს. ესპანეთი მოიგებს. ზოგადად ბარსა თუ რეალი? რეალი, იცი რატო? მადრიდში ცხოვრობენ. მეორე თუ დაგჭირდება, აგერ არა, მადლობთ. მე გათხოვებ და მე მათხოვებ. კარგი. ექიმების გეშინია? კი. ჰა? მართლა? აი ხა ჩემი გეშინია. არა, აქ რო ხარ არა. შენ თეთრხალათში მეშინია. თეთრხალათში მეშინია. ისე აი ისეთი არა უშავს ეხა 1-0-ია მოიცა ეხა ისე არ ჩაივლის რომ ეშინია თუ არა არ ვიცი მაგრამ ექიმი რო ჭირდება ვიღაცას დარბაზში ეს უკვე ნამდვილად. ნამდვილად ვიცი.
კორსიზი ასე თუ გაგახარებდა მირთით კორსიზი მირთით კორსიზი მადლობთ ესე იგი გიშოვეს კორსიზი დიახ მიშოვეს კორსიზი დაგიშვიდათ გულისცემა ხო აი სახლში უშვებ აბსოლუტურად დავშვიდებულს დაწყდარებულს აგერ იჩხუბა კორსიზი დალია და მოვამ 7 ხვალ წავა ისევ იმ პროექტზე და ისევ ასე იქნება იკითხოს იმან ვინც მიიწევს შემდეგ გადაცემაში მე ამ პროექტის ბოლომდე შენ აღარ დაგიძახო შენ კარგად არც მე არ მოვიდე კიდე შენთან ბოლოჯერ გნახულობ ამ წელიწადში კარგი დღეს რას გვიმღერებთ ქალბატონო ნატო დღეს გიმღერებთ სიმღერას რომელსაც აქვს ძალიან კეთილი სათაური და სიმღერას ქვია მადლობა რომ შემიყვარე და მე მინდა ყველას უთხრა და ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვიწყებ სადმე და მღერი ვარ ვამბობ რომ მინდა მადლობა გადაუხადო ყველას იმ ადამიანს ვინც შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ ჩემი ცუდი ხასიათით ჩემი კარგით ჩემი არ თქვა სიქოფაკით ეხლა დაემატა სხვათა შორის აი უნამოსო ვიყო არ მქონია 40 წლამდე ჩემი ქოფაკობა არ გაუგია არა სევდას ვამბობდი იცის ჩემი სევდით ჩემი სიხარდა თქვენს ანუ ყველა ადამიანი ვინც შეგვიყვარა გარშემო რა ვიცი ალბათ დასაფასებელია იმაზე უფრო მეტად ვიდრე ჩვენ ფიქრობ რომ ვაფასებთ რა იმიტომ რომ ამას გვიან ხვდებით ნატო გელაშვილი სინანული გარს მომდგარა ჩემი დიდი სიყვარული შენთან ერთად ფიქრი მინდა აქ თვალებში ჩამალული შენთან ერთად სუნთქვა მინდა ალაგ-ალაგ და ფანტული შენთან ერთად დარდი მინდა დარდი ჯერაც არ ნახული შენთან ერთად ვიღო მინდა როს დადგება დასასრული მადლობა რომ მეზამთარი გაზაფხული ჩემი თვალე მადლობა რომ შემიყვარე უკარჩება სინანული გარს მომდგარა ჩემი დიდი სიყვარული მადლობა რომ მეზამთარი გაზაფხული ჩემი თვალე მადლობა რომ შემიყვარე უკარჩება სინანული გარს მომდგარა ჩემი დიდი სიყვარული ჩვენი ხარობს თითქოს ირგვლივ ყველაფერი მე კი მღერი შენზე მღერი უშენობას დიდი ხანი გავუძელი უკარჩება სევდა ჩემი მადლობა რომ მეზამთარი გაზაფხული ჩემი თვალე მადლობა რომ შემიყვარე უკარჩება სინანული გარს მომდგარა ჩემი დიდი სიყვარული მადლობა რომ მეზამთარი გაზაფხული ჩემი თვალე მადლობა რომ შემიყვარე უკან დარჩა სინანული გარს მომადგა ჩემი დიდი სიყვარული
გადაცემის შემდეგი რუბრიკაა მხოლოდ ჩემთან ერთთან. ამ რუბრიკაში სტუმრად გვყავს ანსამბლი მხოლოდ შენ ერთს. გთხოვთ. დიდი მადლობა. ეს გიტარა უკრავთ თუ რაღაც? კი. კარგი. როგორ დანდებით ზოგადად? კარგად. მადლობა, კარგად. ბატონო ჯონი, თქვენგან დავიწყებ თუ შეიძლება რა. საუბარს. რატო მაინდა-მაინც უკაცრავად, რატო მაინდა-მაინც ჩემგან? დაბალი ღობე ნახეთ. არა, უბრალოდ აი ესე მინდა წამოუყვედა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენგან დავიწყებთ ხო? ეს სიმაღლის მიხედვით უნდა ზრდადობა. ესე იგი, ბატონი ჯონი ჯანჯალაშვილი შეგახსენებთ, არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ადამიანი. ბატონო ჯონი, აი ესეთი ევროპული სახელი გაქვთ და არაევროპული გვარი. და აი ასთან არის ეს დაკავშირებული. სულ მინდოდა მეკითხა და ახლა მომეცა ამის საშუალება. ისე სიმართლე რო გითხრათ, მე არა ვარ ევროპელი, მე ვარ კავკასიელი. თუ გვარი, ეხლა გვარს ხო ვერ შევიცვლი, მაგრამ სახელების შეცვლა მოდაშია, მაშინ მოდი შეტყავდნენ ჯონის მაგერად ჯონკა ვიქნები. ჯონკა ჯანჯალაშვილი. არაჩვეულებრივია. რას ერთი ჯონკა ჯანჯალაშვილი. ჩვენ ერთ სახელია. კარგი, მე რა მინდა კიდე გითხრათ, ანუ კითხოთ, თქვენ აი როდის გაიცანით ერთმანეთი? როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი? არსად არ გისაუბრეთ, მე მგონი ამაზე ეს დაწვრილებით და ჩვენ გვაინტერესებს ძალიან. 99 წელს დავიწყეთ ერთად მღერა და იმის მერე მღერით. 99 წელს ინგრეოდა ყველაფერი და რა გამღერებდა? თუ ჭირსაშიგან გამაგრება. ხო, მე თქვენის ნახე რა ქვია, შოთაშორის ჰოროსკოპი. ეხლა გამახსენდა 99 წელი არის გველის წელი. აუ. და რაღაცები ამოვიწერე და მე მგონი თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი. აი ნახეთ. ანსამბლი გამოდის ჰოროსკოპით გველი, ახლა ვნახოთ გველის თვისებები. ფულს ყოველთვის იოლად შოულობს გველი. ამიტომ ხარჯვაც უყვარს. თუმცა მოხუცებულობაში შეიძლება ძუნწი გახდეს. ბატონო ჯონი. ისე მე გველი ვარ, რო იცოდი. ხო. მაგრამ იოლად როგორ შოულობს? ვერ გავიგე. რასაც ჩვენ წვალობ და ვიტანჯებით. დამამთავრებელი. კი ბატონო, უკაცრავად. იგი თანახმაა დიდხანს იმუშაოს, აი ესეც არის, ანუ ორნაელი გველი არსებობს. კი. თუმცა ისეთივე ზარმაცია როგორც ანკარა. ბატონო თემური. ვერ დაგეთახო. ანკარა ის ბედნიერი იქნება ხართან. ანუ შესაბამისად, კარგი იქნება თქვენი თანამშრომლობა Red Hot Chili Peppers-თან. Spice Girls-თან. Spice Girls-თან ნამდვილად. და გია სურამელაშვილთან. აი რომელს აირჩევდით აქედან სათანამშრომლოდ? Spice Girls-ი ცოტა მობერდა. კი. ჩვენც მოვბერდით. ანუ Spice Girls-ი მაინც უფრო იმისაღებია თქვენს. კი ბატონო. ახლა კიდევ რა მე მინდა უთხრა ხალხს, რომ თქვენ ყველა მუშაობთ უცხოეთში. კი. ჩვენ კარგად. ენატრებად საქართველოს. ძალიან. გერმანიაში ყემალი ხლიავით? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს უცხოეთი ვახსენე, იმიტომ რომ დიდი ხანია უცხოეთში მოვაწეობთ. ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, აი მე მინდა ვკითხო ბატონ ლევანს. ხო, ძალიან ბევრი კონცერტი, ხო, მოდის ბევრი ემიგრანტი, მონატრებული თავის სამშობლოს. შაბაშებს იღებთ ხოლმე ბატონ ლევან? ეხლა შალაპინი იღებდა შაბაშებს.
კი, ერთ ამბავს მოგიყვებით, ძალიან ხშირად პატიჟობენ ხოლმე KFC რასაც ქვია რა. დიახ. ხო და მონატრებულია მართლა ხალხი ამ ქართულ სიმღერას და წასულების სალღეგრძელო თქოს. ხო, წასულების სალღეგრძელოზე სიმღერა არის ასეთი ბინდისფერია სოფელი. ერთი ბეუნა შენი ჭირიმედ რა ერთი ის გიმღერო რა შინდისფერია სოფელი გიმღერო ეს მიმღერე შინდისფერია სოფელი იმღერა თანდათან უფრო შინდდება ხო ესე ჩარესრება ტირო თანდათან უფრო შინდდება კარგია შინდება რაღაც ასოციაცია მომივიდა უცებ ჰოლანდიის ნაკრებთან დავალება ესე იგი ხო რამეთო რო ჩამოხვედით ახლა ბევრი რაღაცა შეცვლილი დაგხვდათ ხო აი ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად ეხლა თქვით თქვენ თავიდან სეფე სიტყვაში რომ 12 საათამდე რაღაცების ლაპარაკი არ შეიძლება სეფე სიტყვაში თავიდან რომ გამოვიდეთ ეს ალბათ გერმანული ლექსიკა კი გერმანული ია მაგალითად როცა უცხო ენაზე მიდის რაღაცები ითარგმნება რუსულიც ინგლისურიც ქართულად თარგმნიან უკვე ის ხმა უკან მიდის და თარგმნამიდის და ახლა ჩვენ რაღაცას წავისისინებთ ჩვენ ხო გველის არ ვიმღერეთ ერთ სიმღერას წავისისინებთ და იქ არის რამდენიმე ფრაზა რუსულ ენაზე და იქნებ დაგვეხმაროთ და გადათარგმნო იმიტომ რომ სხვანაირად არ გაგვიგოს მაყურებელმა არ მეტყვის წინასწარ რა სიმღერებთ არა კარგი სიტყვიერად გადავთარგმნო თუ ვირბინო სუბტიტრებით არა ადგილი და სტაციონარზე კი დავიწყოთ შეიძლება კი ბატონო Однажды русский генерал ერთხელ ერთმა მთვრალმა რუსმა გენერალმა вдоль по Кавказу пролетал საქართველოს საზღვრის დარღვევა გადაწყვიტა и грузинскую он песню და მრავალ ხმოვან ქართულ სიმღერას по-мегрелски напевал ხოხ მარგალური ხოლო გიჩურო тая вататая Ангала ширадарая Пуэли пури Хадя пури дитила Пуэли пури Хадя пури дитила რა ვიცი დაბალიღობეო და მშვენივრად იცეკვეთ ისე ბალნოჯანი ჩემო ოთარ ეს დაბალი სიტყვა დაბალი რაღაცა აქილევსის ქუსლივით მომდებს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ გასტროლებზე ვიყავით კაიხნი და ჩამოვედი და ყველა ერთი სული აქვს როდის შემხვდებიან ვენატრები როგორც მე მენატრება ჩემი მაყურებელი და ჩემი კეთილმოსურნე ადამიანები და სახლში უნდა მივიდე და სანამ სახლში მივარ იქ მეზობლის ბავშვები ისხდნენ გარეთ ქუჩაში დაახლოებით ესე 12-11 წლის ასაკის ბავშვები და უი ჯონი ბიძია მოვიდა გამარჯობა ჯონი ბიძია გამარჯობა ეს სიხარულით შემომეგებდნენ სიყვარული და მე ვთქარ გაიზარდე ჩილებო ამ დროს
ეგ სიტყვა არასდროს არ მithქვია გამარჯვებაზე გაგიმარჯოს უნდა უპასუხო. მე რატომღაც ქვეცნობიერად არ ვიცი რა მოხდა. გაიზარდეთ მეთქი უთხარი და ნეტა არ მეთქვა. იმის შემდეგ ეს ჩვენ კი გავიზრდებით შენი კითხეოთ. აუცხოვეთში თუ ყოფილხართ მიპატიჟებული სადმე შოუში. მე ვიცი რომ იქ ჩემნაირი წამყვანები არ არიან, მაგრამ მაინც განსაკუთრებით გერმანიაში. კი. ისე აგაშენათ ღმერთმა, თქვენ ისე დროს გაქვს გადაცემა, რომ მოდიხარ დასვენებული, გამოძინებული რაღაც თვალებში იხედები კარგად. ეხლა გერმანიაში რო ჩავდივართ ხოლმე, იქ სარეკლამო გადაცემას ეგრევე პირდაპირ ეთერში რაღაც შოუებია და გვიბარებენ დილის 5 საათზე. დილის 5 საათზე იქ ვართ. ერთხელ ესეთი რაღაც შეგვეთქვა, იქ ცოტა სიცივეები იყო, რო ჩავედით ხო და შევედით ჩვენ ოთახში, უცებ მობილურად რაღაც კოფერები გავხსენით და რო არ დაიჭმუშნოს, იატაკზე ვშლით ხოლმე ესე რომ ყველა მომივიღოთ ის და უცებ ჩავიცვათ. ყველანი წამოვდექი და უცებ რაღაც ყვირილი ისმის, თემურის ყვირილი. გადავხვდით, მივარდით და დავინახეთ თემური ერთ მდგომარეობაში თუ ძმახა რა ჩვენ ერთი როგორ იყო. აი ესე იყო. ესე გაიწე და საცვლების ამარა წარმოიდგინეთ თემური. იშიაზი წელი რა ქვია გაუშეშდა ხო. გასაგებია. რომ შევხედე პოზას რეალ როგორც ექიმი გეტყვით რომ აქ იყო L5 S1 მალთაშუა დისკის დორსო ცირკულარული პროტრუზია. აი ზუსტად ეგ იყო. შემოვარდა რეჟისორი რა დაგემართათ რა ყვირილიაო დავანახეთ ესეთ პოზაში და აი არ გასწორდება თუ რამე არ უშველეთო. მე ვთხარი იქნებ ჩვენც ესე დავდგეთ და ესე გადავიღოთ რამე ნომერი. ჩვენც მივუდგეთ ესე, მაგრამ ესე არ გამოვაგვითხრა. გამოუძახეს სასრაფოს, რომელიც ზუსტად 3 წუთში მოვიდა. გერმანიაში დროზე მოვიდა? კი, მოვიდა. ზუსტად წუთ ნახევარში ჩაიცვა, გაიმართა საბედნიეროდ და ესე გადავრჩით მოკლედ რა. ეს ენის ბარიერი არ გაქვთ? აი ჩვენთან ანსამბლში პოლიგლოტია თემური და ეს მოგიყვება ალბათ. ხო, სხვათა შორის. გერმანიაში ჩავედით და პირველი ჩვენი შეხვედრა იყო ის, ვინც მიგვიპატიჟა იქ კაცმა. შენზე ამბობენ რომ რაღაც გერმანულის ისინი არა მე ვთხარი ბატონო ბრუნს არ ვიცი, მაგრამ შენ თუ ქართველი, როგორც ქართველი, სადღეგრძელოებს გერმანულად გვეტყვიო, მე რამდენი სახართ იმდენ 5 ლუც 6 ვიყავით მაშინ გამოგიგზავნით ვე ბიჭო ვიფიქრეთ 6 ლუდი რამდენი ბოთლია 24 თითოში 6 ხო და სამოვდექი შენ ხარ ჩემი ბატონი და ამ გაგანია გერმანულად ამბობ სადღეგრძელო ხო და დავიწყე იქ მე ვთხარი არ ვიცი მაგრამ რაღაც სკოლაში რაღაცები მქონდა ნასწავლი და დავიწყე 3000 von den Griechen zum ersten Mal die Olympische Spiele und meine Mäuse oh Temuri wunderbar Spitze Liebe oh das ist fantastisch აი მეორე სადღეგრძელოს თუ ვიტყვიო კიდე დავამატებთო და ბიჭო მაგდენი გერმანული არ ვიცი მაგრამ გავბედე და ბიჭებმა ეხლა არ შეგვარცხინო 7 დღე გვაქვს თავისუფალი ერთი კონცერტის მერეო და მოვკიდე ხელი და meine liebe Freude ich liebe und das Spiele und das ist fantastisch და ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა კილო აღმოსავლური გაქვს აღმოსავლეთ გერმანული კილო გაქვს და საიდანაც ადისწავლე გერმანულიო ხო და მაშინ თქვენ გახსოვთ ძველ დროს ვიდეოზე შემოდიოდა ესეთი გერმანული თამაშები და ახმოვანებდნენ ძირითადად გერმანელი აღმოსავლეთ გერმანიაში ja oh das ist fantastisch ja გასაგებია აი რა სკოლა გავლილი სერიოზული სკოლა 19 საათი ვიწყებდით სტამბულში ოთაროდან ხშირად გვიწევდა გადაფრენა სტამბულის გავლით იქ დავდივარ აეროპორტში და დავინახე კაცო ესენი ჩილიმი მუთაკები რას და მივედი მოვკალათდი კარგად რა ჩაუჯექი ესე და ვზივარ აქეთ ჩილიმი დავიდგე აქეთ მუთაკები და ვნები რომ და გადამიღე მეთქი ლევან სეულევის სურათი და მოვიდა ერთი ეთქობა თურქი ну იქავრით გამიღიმა ქალბატონმა და ეხლა რაღაცა მკითხა თურქულად და მე რა უნდა უპასუხო არ ვიცი ეხლა და მან სანე აჯა ხანუმ მე სანე აშკარდაშ მანაზე სანე მიაჩი კარდაშა
ასე რომ ენის ბარიერი გადალახული. როგორ დამთავრდა მე ეს ყველაფერი? არაფერი ტაში დაუკრეს. 0-0. 0-0 დასრულდა. მითხრე რაღაც აზერბაიჯანში. დამატებითი დრო არ ყოფილა. უცხო ენაზე სიმღერა თუ შეგიძლიათ, ნუ რუსულს არ გულისხმობ რა თქმა უნდა. როგორ შეგვიძლია, მაგრამ. მაგალითად? ეხლა უცხო ენაზე არ მოგვილაპარაკებია რომ დაგვემღერა და საიდან მოგღერა. არა, მაინტერესებს. აი მაგალითად აი რა ენა შევთავაზოთ ხალხო, რომელიც ჩინურად ჩინურ ხალხური სიმღერა შეგიძლია იმღერო. ხო. თუ გინდა მოსმოს. კიდევ მაინტერესებს ენის ბარიერზე ვისაუბრეთ. მხოლოდ შენ ერთს. რატომ მაინდა-მაინც ეს სახელი? ისევ წავისისინებთ ცოტას. არა, წინა ისტორია ვთქვათ, რატო მხოლოდ შენ ერთს, რატო? აი ეხლა. მხოლოდ შენ რაც რომ ჩემთვის მაღალი და სიხარული მხოლოდ შენ ამიტომ მხოლოდ შეთქი გამომწურავი პასუხი იყო. ამომწურავი, არაჩვეულებრივი პასუხი მიიღო. კარგი, ერთსაც გითხავთ. გითხრით. რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით YouTube-ზე ვნახე ნაწილი თქვენი ნომრის, სადაც ვითომ ზურნაზე, დუდუგზე უკრავთ. კი. ხო, ეს დიდი ხნის ნომერია თუ რა? არა, დიდი ხნის ნომერია, საკმაოდ. უბრალოდ ხშირად არ გამოგვაქვს. აქ მით უმეტეს. და დღეს რო გთხოვოთ ჩვენ მაყურებელთან ერთად, ჩვენ ბენდთან ერთად, რომ კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი შევასრულოთ. კი ბატონო. აბა, წავედით. დაასრულე. წავედით.